Mathieu de Jordanie. Katia, cum da papucia și așa, Maria. Joi, diamando de mișchi. Apă megalo joi. Κάθε αιώνιο να πάτε τα γλύφετε και τα λαδιάς. Κάνε στην πάντα, για το φόρτε και τους σταυρούς. Να μου πάρει την άχα, να μου πάρει την γλύκα. Η μισουγέ μου στο όνειρο κυνήγα τη σκιά σου. Άντε γεια! Dumbaძის სახელობის საერთაშორისო საიუბილეო 10 წელი და მეხუთე ფესტივალის დიპლომი. ასევე ნება მომეცით გადავცე ჩვენი ფესტივალის ვიზიტი. ფესტივალის სპონსორების ჩვენი ფესტივალის აი ესეთი ულამაზესი ხურჯინი. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ ვიმყოფებით ნოდარ დუმბაძის ამ გამორჩეულ საერთაშორისო ფესტივალზე და მოგვეცა შესაძლებლობა წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყანა საბერძნეთი. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ დიდებულ სცენაზე გაგიზიარეთ ჩვენი შემოქმედება. აღთოვანებული და გულწრფელად მადლობელი ვარ თქვენი სტუმართ მოყვარეობითა და თბილი მიღებით. აღთოვანებული ვარ თქვენი თეატრით, შენობა ქალაქის ნამდვილი სამკაულია, ძალიან ავღელდი იმ თბილი და გულითადი მიღებით, რაც აქ დაგვახვედრეთ. სცენაზე ვიგრძენი, რომ ოზურგეთი პატარა ქალაქი არ არის, ეს არის ქალაქი დიდი სულით. ასევე ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა ამ სცენისა და განსაკუთრებული ქალაქის წინაშე. უზარმაზარი მადლობა, რომ მომეცით ამ ყველაფრის განცდის შესაძლებლობა. ძალიან ბედნიერი ვარ მართლა, რომ დღეს დავესწარი ამ სპექტაკლს. ბერძნულ თეატრს, ბერძნულ სპექტაკლს სასწაული შესრულება იყო, არაჩვეულებრივი, ძალიან მაგარი პერფორმანსი იყო. მადლობა თეატრის სპექტაკლის რეჟისორს და მსახიობს, არაჩვეულებრივ მსახიობს. მადლობა ჩვენს ოზურგეთის თეატრს და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამ ქალაქის შვილი მეც ვარ, რომ ამდენი წელია იმართება ეს ფესტივალი და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრჯერ გაგვახარებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ სხვა ქვეყნების კულტურებს ვეცნობით, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ენა არ გვესმოდეს, მე მგონი, როგორც მუსიკას, არც თეატრს არ სჭირდება ენის ცოდნა. იმდენი იმხელა სიამოვნება მივიღეთ მე პირადად და სხვებმაც აქ დამწრე საზოგადოებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების თეატრის ჩამოსვლა და მე მგონი ყველა უნდა მოვიდეს და ნახოს ეს არაჩვეულებრივი სანახაობა.
უკვე ნახევარი საათია. Milițiași, da, șef s-a și batis, chiar de tot. Zodua, stații. Miliții, ce scanți, discare și zodua. ასეთი საერთაშორისო პროექტები, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა განჯის დრამატულ თეატრს. We would like to thank you so much cooperation with you and with your theater. და რა თქმა უნდა, მადლობა ოზურგეთის თეატრს და მის ხელმძღვანელს ბატონ ვასო ჭიკოგიძეს. Also great thanks to Ozurgeti Dramatic Theatre and its director Vaso Ჭიკოგიძე. ფესტივალი გადმოგცემთ ჩვენი მონაწილეობისთვის საპატიო დიპლომებს. Our festival awards you with the honor diplomas. ფესტივალზე გადასარევად იცით ჩვენი ფესტივალის სპეციალური პრიზი. And special prize for our festival. ჩვენი ფესტივალის უხუჩი. ბატონ აგილს უხდი ძალიან დიდ მადლობას ამ იდეის მხარდაჭერისთვის და განჯის თეატრს კიდევ ერთხელ ასევე მადლობას უხდი განსაკუთრებულად ხაზგასმით მინდა საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და განსაკუთრებულად გენერალურ საკონსულოს განჯაში და ბატონი მალხაზ ფულორდავა აქ აყავს დარბაზში და ჩამოგზავნდა სპეციალურად მადლობას უხდი ოზურგეთის თეატრს მის შემოქმედებით ტექნიკურ და ტექნიკურ პერსონალს სულ ბოლოს უღრმესი მადლობა ნინია სადღობელაშვილს რომელმაც სცენიური ვერსია შექმნა ერთად შევქმნით ამ სპექტაკლისთვის მადლობა ნინია ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელ წარმოდგენაზე მოწვევისთვის, არც ისე ხშირად ყოფილვარ მოწმეური თეატრის ერთობლივი ნამუშევრის. ეს ნამდვილად გამორჩეული და სასიამოვნო გამოცდილება იყო. სპექტაკლი გამოირჩეოდა როგორც შესრულების ხარისხით, ისე იდეითა და ფორმით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორ ენაზე აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე მიმდინარეობდა, რაც განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა მას. ისტორიულად საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრობის მტკიცე საფუძველზე დგანან და სწორედ ასეთი კულტურული თანამშრომლობები ქმნის უსაფრთხო და სტაბილური მომავლის გარანტიას. თქვენ კი ამ პროცესის გაღრმავებას ხელს უწყობთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. ფესტივალი მართლაც ბრწყინვალეა, აქ პირველად არ ვარ, უკვე მესამედ ვესწრები და თითოეულ ფესტივალზე ვწმუნდები, რომ ის უფრო მასშტაბური და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალი დონის ხდება. 2 წლის წინ ბატონ ვასო ჭიკოგიძესთან ერთად გაჩნდა იდეა კოპროდუქციის განხორციელების შესახებ. ვინაიდან დუმბაძის ფესტივალი მოახლოებული იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განჯის თეატრს ოზურგეთში თქვენს თეატრთან ერთად წარმოედგინა სპექტაკლი კუგარაჯა. ბატონი ვასო მოვიწვია განჯის თეატრში
თეატრში სპექტაკლის დასადგმელად. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. კოპროდუქციის პრემიერა 5 ივნისს განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შემდეგ კი 7 ივნისს ბაქოს აკადემიურ მუსიკალურ თეატრში გაიმართა. ვფიქრობ, რომ ეს ერთობლივი ნამუშევარი იყო მართლაც წარმატებული, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ვასო ჩიგოგიძეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს კოპროდუქცია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოგვედგინა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო თანამშრომლობა ბატონ ვასო ჩიგოგიძესთან და თქვენი თეატრის მსახიობებთან. მართლაც ძალიან შემიყვარდით ყველანი. გულწრფელი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ვასო ჩიგოგიძეს და ბატონ აგილ ბაჰრამლის ამ შესანიშნავი იდეისა და პროექტის რეალიზებისთვის. კოპროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. მივიღეთ დიდი გამოცდილება, შევიძინეთ არაჩვეულებრივი კოლეგები, ძალიან დავმეგობრდით და მიმაჩნია, რომ დღეს როგორც მიიღო მაყურებელმა და რა ენერგიაც მოდიოდა მაყურებლისგან, ყველაფერი გასაგები იყო, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ იყო ენის ბარიერი, იმდენად მონდომებულები ვიყავით თითოეული ჩვენთაგანი და იმდენად დიდი სურვილი იყო, რომ მაყურებლამდე მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, ვფიქრობ, ყველაფერი გაიგეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მსახიობებისთვის, აი ეს ენერგეტიკა, რაც მოდიოდა დარბაზიდან და დიდი მადლობა თითოეულ მათთანგანს, რომ მობრძანდნენ ჩვენთან, მადლობა ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს და სრულ შემადგენლობას. ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში წერდა ვიღაცა ჩეხი ახალგაზრდა, გერმანელი ახალგაზრდა, რომ აი ეს ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებთან დაკავშირებით, რომ აი ეს ჩემი ბებია, ეს ჩემს მეზობელს გავს, ესე იგი ადამიანები ერთნაირად ფიქრობენ ყველა ქვეყანაში. ფიქრობენ სიყვარულზე, მაინც სიყვარული მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ამიტომ არ დარჩა ენის ბარიერი ასეთი არამგონია დარბაზ რამე გაჭირვებოდა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიცით ჩვენი ქართული მწერლობა და მით უმეტეს ნოდარ დუმბაძე. ჩვენ ჯერ კიდევ გვიყვარს ერთმანეთი და ეს სიყვარული მე მგონი შედგა. მსახიობებიც ხო უსმენენ ერთმანეთს, ყური მუშაობს, თვალი მუშაობს, ემოცია მუშაობს და ეს ემოცია ყველას ერთი აქვს. ოთარ ჭილაძე ამბობს რაღაცა პატარა ლექსია, მე მარტო ფინალს ვიტყვი, ცრემლის კურცხალი და ეს ღიმილი არის მხოლოდ ერთი. და ეს ცრემლის კურცხალი და ღიმილი იყო მგონი დღეს სცენაზე და მადლობა ჩვენს მაყურებელს. ვფიქრობ, რომ ძალიან ემოციური დღე იყო დღეს. ალბათ მე რამდენად ვნახე ეს სპექტაკლი, მაგრამ დღეს ალბათ იყო განსაკუთრებული. ეს იყო განსხვავებული პროექტი. სპექტაკლი ორ ენაზე მიმდინარეობდა, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ნამდვილად კარგი პროექტი იყო. მივესალმები ამ ფესტივალს, რომელიც უკვე მე რამდენი წელია ოზურგეთში ტარდება. იმედია, რომ ის გაგრძელდება. ბევრი მაყურებელი ეყოლება ამ თეატრს, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი დასი ყავს, ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებიც სტუდიაში იზრდებიან და მოკლედ დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვარ ემოციებში.